სინდისის პატიმრები ნიშნავს პირველ რიგში რომ ადამიანები რომლებიც არ ამბობენ უარს სინდის ადამიანები რომლებიც არ ამბობენ პროსორეთ არ ამბობენ გონიერებაზე უარს მაგათ დაარქვა ერმა სინდისის პატიმრები მე არ დამირქვევია მაგრამ მე ვეთანხმები იმიტომ რომ ეს ადამიანები არ ემონებიან უსამართლობას თქვენ ბრძანეთ რომ კანონი ესე თვლისო რომელი კანონი აი თქვენ როცა ამბობთ კანონს კანონი ხო რაღაცას უნდა ეფუძნებოდეს ქრისტიანობაც ხომალებს საავადმყოფოს და არ გულისხმობს არა მაგრამ თქვენ როცა ამბობთ რომ კანონით ესე კანონი კონსტიტუცია ეს გვაქვს კანონი რომელიც ჩვენ ამაში მოქმედებს ხო ამის საფუძველზე ისინი დამნაშავედ არიან ცნობილი ზოგიერთის პროცესი თქვენ ამბობთ რომ კონსტიტუციაში წერია ჩვენი კურსი არის ევროპა და ერთპიროვნულად ქონდა პრემიერს იმის უფლება რომ ეთქვა რომ ჩვენ არ მივდივართ როგორ წვეთ 2030 წლამდე ევროკავშირს ხო ხოების სიგმა ნუ ხა თქვენ ესე გესმით დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება 2028 წლის ბოლომდე დღის რიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი 2028 წლის ბოლო არის ის დრო როდესაც საქართველო იქნება ეკონომიკური თვალსაზრისით სათანადოდ მომზადებული რათა გახსნას მოლაპარაკებები 2030 წელს ევროკავშირში გასაწევრიანებლად არა რაც თქვენ იმას ხო და თქვა ჩვენ არ მივდივართ ანუ ჩვენ წვეთ ურთიერთობას რაც კონსტიტუციით გათვლილია იმის საწინააღმდეგოს ამბობს ესე იგი კონსტიტუციის წინაშე თვითონ არიან დამნაშავეები ნებისმიერ შემთხვევაში მოლოტოვის კოქტეილებს ფაქტი უნდა არც ერთი ფაქტი არ არსებობს ყოველი არ მინდა ხა მაგისთვის უყურებ ტელევიზორს არც ერთი ფაქტი არ არსებობს თვითონ ამ ადამიანებზე იქ რომ მოლოტოვის კოქტეილის როლა იყო გასაგებია მაგრამ ის კი არ არის დაჭერილი ვინც ის როლა აი მაგალითად ადამიანი ერთი წუთით არაფერი არ ჩაურტყეს ზურგი დგას პოლიციელი არაფერი არ არის იქ ფაქტი წამიერია რაღაცა ჯოხი ხანში რომ მოიქნია მაგის გამო შეიძლება ხო არა დააკვირდით არა პოლიციელს ხელი რო გაუთათუნა ამის გამო დაჟილია ერთი წუთით მათქვევინე ამის გამო დაჟილია მზია თუნდაც მზია მოგებელზე ალბათ სამართალდამცავები არიან ადამიანები საკუთარი სიცოცხლის ფასად გვიცავენ ხო მათ შორის გვიცავდნენ უნდა არა რა თქმა უნდა არ გვიცავენ ეხლა ერთ პარტიას არა ვისაც მოუნდება არ არის იქ პირიქით მზია შეურაცხყოფა მიაყენეს და გაღიზიანებულმა რეაქცია გამოხატა ეს სისხლის სამართალი საერთოდ არ არის თქვენ თუ არა პოლიციელის მიმართ განზრახ მოქმედებები და დაზიანება არის სისხლის სამართალი მაგრამ ის მომენტი ის არ არის სისხლის სამართალი არა ხელით ატრიალებს იმიტომ რომ შეაგინა და ატრიალებს და ხელს ურტყამს ანუ ეს არის აფექტი ამის ფაქტი ანუ მე არ გამიგია და ნუ თქვენ ვერ გაიგებდით არა თუ არსებობს თქვენ ვერ გაიგებდით რის გამო იყო იქ ჭიდაობა მასთან რატო იყო იქ ეს ყველაფერი ხო უნდა გამოიციოთ მე არც ერთი მთავრობის მოწინააღმდეგე არა ვარ და არც ერთი მთავრობის მომხრე არა ვარ რუსეთისკენ მიგვაქანებენ რუსეთში ვართ ანუ ნახეთ უვიზო მიმოსვლა მაგალითად ხო რომელსაც აუქმებენ უკვე ვინ აუქმებს მომისმინეთ აი ქართული ოცნება დღე და ღამე ქართული
მიღებული ოცნება ერთი წუთით. არა, ეს კოალიციამ ჩაწერა, ხე იმას არ ჩაუწერია, მაშინ კოალიცია იყო და იქ იყო ხალხი, რომელიც მართლა ევროპისგან მიდიოდა, მაგრამ ყველა მოიშორეს. და ის რომ ოდესღაც ჩაწერეს კოალიციის დროს, ეს ქართულ ოცნებას არ ამართლებს. სრულიად. 17 მომხრე, 2 წინააღმდეგი კანონპროექტი მიღებულია. მადლობთ. კოლეგებო, პარლამენტის წევრებო, ძვირფასო სტუმრებო, კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ. პარლამენტის წევრებს განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო. ამ ისტორიული დოკუმენტის ხარდაჭერისთვის ჩვენ დღეს მივიღეთ ნამდვილად ისტორიული გადაწყვეტილება. ვინ არის დღეს მმართველი ძალა? სად? ქვეყანაში. ოცნება. გული მთავრობა იწახით. ხო. არ აღიარებთ. 1.200.000 ადამიანის არა. დაგული ქართულ. არაფერიც არ მიუღია. ამ თქვენ თვითონ რომ გაყავთ რა თქმა უნდა. და ამის მტკიცებულება რატომ არ არსებობს? რისი? გაყავდების. და მტკიცებულებას ვინ ეყრდნობა, ან ვინ იძიებს? იყო გამოძიება, არ გამოიძია. აპარატები არ გადასცეს. არა, არ გადასცეს, გამოძიება არ არსებობს. არ არსებობს გამოძიება და იმიტომ მტკიცებულება ათასებია. ათასებია. მოითხოვეს იმ აპარატების ისა შემოწმება და პროკურატურამ არ გადასცა. ამ თქმას მისცემდნენ, მაგალითად სალომეს ბაბიშვილი, ნიკა გვარამია და სხვა ოპოზიციონერები. კაი. ხო შემიძლია მე რომ ესე მჯეროდეს. მე ესე მჯეროდეს. მე არა ვარ ექსპერტი. კაი, მომისმენთ. გავიგე. მე არა ვარ ექსპერტი არჩევნების, მაგრამ მე მაქვს ჩემი შეხედულება, ჩემი გრძნობა და ჩემი დამოკიდებულება. მე ვიცი, რომ გაყალბდა. თქვენ თვლით, რომ 1.200.000 ადამიანი არ არსებობს. არსებობს მხოლოდ ქაღალდზე. ეს ნაციონალურ მოძრაობას ხმა ნაციონალურ მოძრაობას არ მიცეს, ოპოზიციას მიცეს ყველას. 4 ოპოზიციაში ძალა, რომელსაც ქართული ხალხი თქვენი გადმოსახედიდან აი ამ დროს წინ არჩევნებზე მისცემდა ხმას. ისინი ვისაც ხმა მისა ამომრჩეველმა ყველა დღეს ოცნების პატიმარია. გორაგირჩი ჯაფარიძე გვარამია, ხაზარაძე, ნიკა მელია და კიდევ ისა ჯაფარიძე ისა ზურაგი რა მეორე ხია? ბადრი ჯაფარიძეს უკაცი ციხეში ჩასვამს. ბადრი ჯაფარიძეს უკაცი ციხეში ჩასვამს. რატომ ბადრი ჯაფარიძე? როგორ ახება კაც რო შეხედავ რა ვიცი აბა. მე საერთოდ არ ვიცნობ მაგას, მაგრამ რა დააშავა ციხეს გული აქვს რომ თაღლითია. თაღლითია კი არ ვიცი. თუმცა მაგ თაღლითობისთვის უნდა ჩაესვათ. რატო ვარ ჩასვე? რა მნიშვნელობა ესე იგი არ ეკუთვნის. მომისმინეთ. შენ სასამართლოს არ შეუძლია საერთოდ პოლიტიკოსი ჩასვას იმის გამო რომ რაღაცა გრძნობა აქვს რომ ეს თაღლითია ან რაღაცა და არ ვერ უნტკიცე. იმიტომ რომ მაშინ უნდა დაუნტკიცო. არ აღიარებისთვის. რომელი კანონის? კანონის რომელიც დღეს მოხდა. რომელი კანონია? კანონის რომლის საფუძველზეც გამოძახებულები იყვნენ კომისიაზე და არ მივიდნენ. და ეს კომისიას არ ცნობენ ისინი. ხო და არ ცნობენ თვითონ. და მაგის უფლება აქვთ. მან არ აღიარა ეს არჩევნები და ამით შეწუხდა მთავრობა და თქვეს რომ ვინც არ აღიარებს ჩვენს არჩევნებს ყველა წავა ციხეში. რატო? არ აღიარებთ რომ 1.200.000 ამორჩეველი ყავს ქართულ ოცნებას, თუმცა არსებობენ ეს ადამიანები. ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ოცნებას რომ ამორჩეველი ყავდეს პოლიტიკოსებს ამ არჩევნების წინ ციხეში არ ჩასვამდა. არჩევნებში ისინი ხვალებირებენ მაინც. აპირებდნენ. აპირებს შეუძლია პარტიულად მოხსნა. გავიგე, მაგრამ ციხეში ჩასვა ნიშნავს აქტიურობა შეუწყვეტა მას პირადად. არჩევნის საშუალება. ხო ხედავ როგორი დამცველი ხარ ოცნების.